ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ჰავაის კუნძულებთან ახლოს მდებარეობს გიგანტური მცურავი ნაგვის კუნძული, რომლის ზომა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საფრანგეთის ტერიტორიას. წონა კი დაახლოებით 80,000 ტონაა. ნაგვის ეს მასა ძირითადად პლასტმასის ნარჩენებისგან შედგება, მათ შორისაა სათევზაო ბადეები, გემების ნამსხვრევები და სხვადასხვა ხახის პლასტიკური და არაპლასტიკური ნარჩენები. ეს ეგრეთ წოდებული ნაგვის კუნძული მდებარეობს კალიფორნიასა და ჰავაის შორის ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში. ყველაზე მეტი ნარჩენი მოდის ისეთ ინდუსტრიულ და საზღვაო აქტივობით დატვირთული ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკა, იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა. ნაგვის კუნძულის ფორმირება ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის გირა შედეგია. ეს გირა წარმოადგენს მძლავრ წყალქვეშა წრიულ დინებებს, რომლებიც მოძრაობენ საათის სისხლის მიმართულებით და აერთიანებენ ოკეანის სხვადასხვა ნაკადებს. სწორედ ამ მოძრაობის შედეგად ნარჩენები კონცენტრირდება ერთ კონკრეტულ ზონაში და ქმნის უზარმაზარ ნახევრად მუდმივ გროვას. ნაგავი დიდ საფრთხეს უქმნის როგორც საზღვაო ეკოსისტემებს, ისე ზოგადად გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუნძული გლობალური პრობლემაა, მისი მდებარეობა საერთაშორისო წყლებში ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას პირდაპირ პასუხისმგებლობა არ აკისრია ნარჩენების მართვაზე და დიდი ქვეყნები არც ინტერესს გამოთქვამენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ბოლოს კი გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა და ვიდეოს შეფასება.